დადგა 2025 წლის ზაფხულის ნანატრიშვებულება. გუშინ საღამოს ჩამომაკითხა ჩემმა ძმამ ბათუმიდან, იმისათვის რომ ერთად წავსულიყავით ბეშუმში. ეხა პირველად უნდა ვაფრინო დრონი და გადაწყდება YouTube-ის ვიდეო გვექნება თუ არა მაღალთიან აჭარაზე. თუ ჩემი დრონი შეეწირა, შესაბამისად ვიდეოც არ გვექნება მეგობრებო, მაგრამ იმედი არ შეეწირება, იმიტომ რომ რაღაც ვიდეოებს ვუყურე და ნახოთ რა როგორ შევძლებ. ისინი უნდა გავხსნათ ესე ფრთები. და მანქანის კადრები მინდა რომ გადავიღო. ეს მზად გვაქვს. გუშინ გავიარე რეგისტრაცია რა. ეხა და სახლში წავაფრინე ეს პატარა მანძილზე და სულ ეგ იყო. ავაგარი სათამაშოა. ბეშუმისკენ მიმავალი გზა ძალიან მარტივი და კომფორტულია როგორც თბილისიდან, ისე ბათუმიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარის მთის კურორტებზე მისვლა უკვე ყველა ტიპის ავტომობილით არის შესაძლებელი. ბეშუმში შესვლამდე თქვენ გაივლით აილებს, ეს არის საზაფხულო საძოვრები, სადაც საუკუნეების მანძილზე აჰყავდათ ადგილობრივებს საქონელი და ატარებდნენ მთელს ზაფხულს. ვფიქრობ, საზაფხულო საძოვრების მწყემსთა სახლები ერთ-ერთი ყველაზე ავთენტურ მემკვიდრეობას წარმოადგენს. არლის იალებიდან გზა ერთ მონაკვეთში მაღალი ძაბვის ანძების მავთულების ქვეშ გადის და რამდენიმე ღელის გადაკვეთის შემდეგ მოექცევა კურორტ ბეშუმის თავზე. ეს კი გახავთ ბეშუმის ცენტრის შესასვლელი. ეხლა კი მივემართებით სახლისკენ. აი ასე დაგვხვდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც უკვე ერთი თვეა ბეშუმში ისვენებენ. ბეშუმი ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არის აჭარის ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი, სადაც დამსვენებლები ივნისის თვეში იწყებენ ამოსვლას და აქ სეზონი სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. წლიდან წლამდე დამსვენებელთა რიცხვით საგრძნობლად იზრდება და არიან ტურისტები, რომლებიც არასდროს ღალატობენ ჩვენს კურორტს. ბეშუმი ჩემთვის ასოცირდება ბავშვობასთან, რადგან მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. თითოეული აქ ამოსვლა კი მახსენებს იმ ბედნიერ წლებს, რომლებიც აქ გავატარე. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ზაფხულის ცხელი დღეები გაატაროთ გრილად სუფთა ჰაერზე, დაისვენოთ მყუდროდ ხის სახლში და დაკავდეთ ისეთი აქტივობებით, როგორიც არის სოკოების შეგროვება, ფიჩხების შეგროვება, რათა ყოველ საღამოს დაანთოთ კოცონი და გაატაროთ სასიამოვნო დრო თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. ეს არ არის. არა და გუშინ წინ წვიმდა. სეზონი არ არის, სიწელია მეტი და ეგეთი ცუდი სეზონი ჯერ არ ყოფილა, ეგეთი რამდენიმეა და ეს რომელი სოკოა? ისინი არიან მუხამორებს ემოსზე, აი კარგები არ არის. აი ეს არის ჩვენი სახლი. და აქ მამა ჩემი აკეთებს სეზონში რაღაცებს. გითხარით 1-2 სიტყვით რას აკეთებ? ვაჯირუღება. აი ესე ალამაზებს მამიკო ეზოს. დღეს მივდივართ გოდერძის უღელტეხილზე, საბაგიროთიც უნდა ვიმგზავროთ და გაგიზიარებთ მაგ ადგილიდანაც ლამაზ კადრებს. სადღაც 15-20 წუთი დაგჭირდა ბეშუმიდან ამბასადორ გოდერძიმდე, ეხლა მივდივართ საბაგიროსკენ. და ვიმგზავრებთ თან ორი საბაგირო უნდა გავიაროთ რა, ერთი დახურულია და მერე მეორე ღია საბაგირო ადის გოდერძის უღელტეხილზე. Where you can't get what you want, but you can get me. და პილოტი გამო. და ხანა წვიმად თავებინები და ხანა სხუბელ ქარავნა ხანა მინდორს ვებახები და ხანა მეჟამასაც ვევარ არაფრა მე ხანა მოთებში მივუალერსებ დარწმენილ და დღეს წავიდეთ მწვანე ტბაზე და შავ ტბასაც ვნახავთ ხო? შავ ტბაზეც. ნამდვილად შვეიცარიაზე კარგია.
მოვედით შავ ტბასთან. ანუ მწვანე ტბასთან არის ძალიან ახლოს და შავ ტბამდე ადრე გზა არ იყო და ეხლა გზას გავუკეთებიათ, ამიტომ აუცილებლად მოდით. შავი ტბა იმიტომ მომწონს, რომ სუნაძოებში არის ჩაფრული. სადაა ეს ტბა? მოვედით, აი. შავი ტბა გოდერძის უღელტეხილიდან 11.5 კილომეტრში ზღვის დონიდან დაახლოებით 1900 მეტრზე მდებარეობს. ტბა გარშემორტყმულია ალპური ტყით და ჭაობისათვის დამახასიათებელი მცენარეებით. ახლა კი გავეშუროთ მწვანე ტბისკენ. მწვანე ტბა ზღვის დონიდან 2058 მეტრის სიმაღლეზე გოდერძის უღელტეხილიდან 6 კილომეტრში მდებარეობს. ხასხას ამ მწვანე ფერს ტბას სწორედ ეს ხშირი ტყე და გარემო აძლევს. ტბაში წყაროს წყლები ჩაედინება და ამიტომ ულამაზესი ტბის სარკესავით კამკამა მწვანე წყალი ტბაში ყინულივით ცივია და მასში ბანაობას ბევრი ვერ ბედავს. ამასთანავე ყველაზე ღრმა ნაწილში ტბა 19.4 მეტრს აღწევს. ჩემი კონტენტის გამო ეს ხალხი თავს წირავს მეგობრებო. გუშინ ზემოდან გადმოვხედეთ მწვანე ტბას და აღარ ჩავსულათ, იმიტომ რომ შავ ტბაზე რო ვიყავით, ძალიან დავიღალეთ. ხო და ეხლა მისლიან ამინში მიდივარ და ვფიქრობ, რომ ეხლა უფრო ლამაზი იქნება მწვანე ტბა. თავარია ძალიან არ გაწუნდეს, იმიტომ რომ დრონი ბაფრინო. ჩემი DJ-ა ის პატარა კამერა ოსმო გავაფუჭე გუშინ. დავწუხაროთ, ამიტომ ეხლა მიწევს რომ მობილურით გადავიღო. ხო და ხვალ მინდა რომ წავიდე შუამთის ტბებზე რა და გელას არ ვიყავარ. გელა, შეგელა. გთხოვთ დაუკომენტარეთ რომ ყველგან წამიყვანოს სადაც მაშინ ვერა. სალამაზია. ნისლი ჩამოწვა და ეხლა ვფიქრობ დრონი ავაფრინო თუ არა. მგონი აზრი არა. ნისლში როგორ უნდა გადავიდე? გაარჩევა. Creatures of my dreams raise up and dance with me. Now and forever, I'm okay.
დღეს მივდივართ შუამთის ტბებზე. დღევანდელ ტრიპზე შემოგვიერთდა ბატონი დავითი. ერთი ორი სიტყვით რო გვითხრათ, როგორ ხართ, საიდან ხართ? დავით კურაბალაკი. მართლა YouTube-ზე უნდა დავდო ეს ვიდეო. არ გამომაჩნდა მე მაშინ და დაგვასასკრაიბ. უი, რა ხალხი მიგია. ჩამოვედით, ეხლა ვართ შუამთის დიდ ტბაზე. როგორც ვიცი, 400 მეტრში არის შუამთის პატარა ტბა. ჯერ ვნახავთ დიდ ტბას, აი მანქანით მოვედით. დიდ ტბას ვნახავთ და შემდეგ ავალთ პატარა ტბაზეც და ძალიან ლამაზია მართლა. გადავიღოთ ვიდეო. შუამთის ტბები მდებარეობს ზემო აჭარის ულამაზეს საზაფხულო სოფელ შუამთაში, რომელიც ბუნებრივად განთავსებულია ზღვის დონიდან 2150 მეტრზე. შუამთის სოფლიდან ულამაზესი ხედები იშლება ხიხანის ციხეზე და მის შემოგარენზე და პირდებით შემდეგ ზაფხულს აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს ხიხანის ციხეზეც. ტბების გარშემო, როგორც ხედავთ, არის ულამაზესი გარემო, სიმწვანე და სოფლის ძველებური სტილის სახლები. ამ ულამაზესი სოფლის მონახულებას კი შეძლებთ ზაფხულში. მოგწონს? აი, კაცო ეს ტბები. ახლა კი დროა გაგაცნოთ ადგილობრივი მეწარმე. ვიდეოს დასაწყისში გესაუბრეთ მემთევრეებზე, ადამიანებზე, რომლებიც ზაფხულობით საქონელთან ერთად მთაში ამოდიან. ახლა ერთ-ერთი მათგანის ოჯახში მივდივართ, შადიე ბებოსთან. ეს ის ადამიანია, რომლისგანაც ყოველ ზაფხულს ყიდულობთ ბეშუმში ნატურალურ რძის პროდუქტებს, კაიმახს და ყველს. ბებო, თქვენზე რო გვითხრათ, თქვენი სახელი და საიდან ხართ? ხულოდან გენაცვალე, დეკანაშვილები, თქვენი სახელი და გვარი? შუშანა დეკანაძე, შადიე დეკანატი უბრალოდ. ნუ, ყოველ ზაფხულს ამოდიხართ ხო აქ და რომელი თვიდან რომელ თვით? 5 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე. და ქოდელს ვართ, ძროხებს ვკვებავთ. იახს კარაქს ვაკეთებთ, ყველს ვაკეთებთ და კარტოფილი მოგხავს და პიტირები ან მწვანილები. 4 ძროხა მყავს. 4 პატარები კიდო. თქვენ რამდენი წლის ხართ? 78. 4 შვილი მყავს. 2 გოგო, 2 ბიჭი. და რამდენი წელია რაც ესე ბეშუმში და 21. მემთევრეობაში ყველაზე რთული რა არის თქვენთვის და ყველაზე სასიამოვნო ამავდროულად? მე რამე არ მიჭირს, ყველაფერი მესმის და ვაკეთებ. რთული რამე არ არის. თუ ზარმაცი ხარ, რამეს ვერ მოაფერებ. რას ეტყოდით ტურისტებს, რომლებიც პირველად მოდიან აქ და რა უნდა ამოვიდნენ თუ არა ბეშუმში თქვენი აზრით? ამობზადნენ თავის დროზე, მე რა ვინმე შვილის. აუცილებლად უნდა ამოვიდნენ.
ალამაზებიან ბეშუმს. სან მივდივართ ეხა? თევზებთან. აი ასე გამოიყურება იდეალური საუზმე ჩემთვის ბეშუმში. ეს არის აქაური ყველი, კაიმაღი, შოთის პური და ჩაი. იდეალური კომბინაცია ნამდვილად. რას ფუსფუსებთ? აქეთ რევს აკეთებთ? ლოვი ოსტრი ორანო კარტოფილიანი სიმინდი ტოლმა? თევზი ხა ტოლმასაც ვაკეთებ. ტოლმა სამზამიდან შერავარის ეს ბორანოსთვის არის ეს ყველი. ყველა წავა კარტოფილიან ბორანოში. აი ჩემი სიძე მუშაობს. ფილებს აკეთებ. მოკლედ ბეშუმში ესეთი ტრადიცია გვაქვს, რომ ვაკეთებ ყოველ წელს წარწერებს რა. ეხლა ჩემი წარწერა აგრია. ის პატარა ლილიკოში. ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ ბეშუმში. ეხა იმისთვის ვიღებ YouTube-ისთვის. YouTube-ისთვის? და რა ხდება ეხლა? აი რა ვიდეო. აზრი რა? ვეყო? კაია. ამ ადამიანებს უკვე 6 წელია რაც ვიცნობ, ერთად ვწავლობდით ილეონიში, ერთ კურსზე ვიყავით, ერთ ჯგუფში და ყოველთვის ერთ გუნდად. ვცდილობთ დასვენების დღეები გავატაროთ ერთად და უკვე წლებია ამდენი ადამიანი ვიკრიბებით და მოგზაურობთ საქართველოს გარშემო და არა მარტო. ძალიან მიყვარს და ვაფასებ თითოეულ მათგანს და მარტივად რომ გითხრათ, ჩემთვის ეს ადამიანები მეორე ოჯახია. ჩვენ ბავშვი ვერ თავი არ გვატირო და დანჩენი მე ზოგა ისიც არ ვიცი ოღონდ რა There's no place I'd rather be. Lingering in the ocean blue. I'd surf till the sun sets beyond the horizon. Flying by on a Hawaiian roller coaster ride. Ah, Miki Miki Mairo Hiroge. La 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 itala hana hana. Hey hey my tattoo hey.
აქ კი გავიაზრე, რომ დასრულდა 2025 წლის ზღაპრული ზაფხული და დროა გავიმართო ბათუმისკენ. გზად კი გადავწყვიტეთ, რომ ამ უსაყვარლესი ადამიანებისაგან შეგვეძინა კაიმაღი და ყვანა. მაყურუთიც უნდა. დიდი პარკში ჩავდოთ. ალი გუშ თვითონ ჩააცდა. მაგრამ რამდენი წელს ხარო, რამდენი? მე თუ. დიდი არა მეტი სიმამიტები. მეცმა 100 წელი გაცოცხლ. აქ მოიდა შეგვიძლია რა გოგო. ხომ არ გამარცხილა? რა? მე იმაში რაღაც სოციალურ ქსელებში იქნებო. ერა, ეგ ქვია, ეგ მედრაშია და. 50 წლის მერე მე ვარ კიდე დამხდები. თქვენ ციცოცხლეთ ბატონო. მე იმდენი მოქცეს საწეღო გაძახდო. იცოცხლე. იმედი მაქვს ისიამოვნეთ ვიდეოთი და მოგეწონათ. აქ კი მე და დედიკო დაგემშვიდობებით ბეშუმიდან და იმედი გვაქვს, რომ თქვენც აუცილებლად ეწვევით ამ ზღაპრულ ადგილს. კარგად!